ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით აი ამ საპროტესტო აქციებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რა მოიტანა აი ამ აქციებმა, როგორ ფიქრობთ? რაც მე მგონი ხალხი თავისთვის არის, პოლიტიკური სპექტრი თავისთვის არის, ვინ რას თხოვლობს უკვე პრაქტიკულად გაუგებარია, იქიდან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური თავს ვერ აბავს ამ მუხტს, პროტესტს, რომელიც არსებობდა ხალხში, რომ რაღაცა რეალური მიმართულება მიეცა, ჩვენ მაქსიმალურად უყურებთ, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გარკვეული ქმედებები იმის მიმართულებით, რომ თითქოს და რაღაცაში ესენი მონაწილეობენ. სინამდვილეში თუ გადავხედავთ, აქციაში მონაწილეობს ის ადამიანები, რომლებსაც პრაქტიკულად არანაირი ბმა არ გააჩნია ამ ოპოზიციასთან. ესენი თავისთვის არიან, ის ხალხი თავისთვის არის, რეალურად მასა, რომელიც იქ დგას, არ აძლევს საშუალებას ამ ოპოზიციას, რომ მან დაიბრალოს, რომ ეს არის ამ აქციების ორგანიზატორი. აბა ეს ხალხი ვისი ამომრჩეველია, ბატონო? კი არ მევინებთ. ეს ხალხი ვისი ამომრჩეველია, ხო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან? ეს ამას ვერ ვიტყვით, რომ ან რომელიმე პარტიის ამომრჩეველია, ჩვენ მან დავინახეთ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიც, გარკვეულად მათი შვილები, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ზოგმა პროტესტი გამოხატა. აქ არის კურსთან დაკავშირებული პროტესტი, რომელიც ახლა არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში ერთგვაროვანი მიდგომა ქვეყნის პოლიტიკური კურსისადმი არ იქნება მომხრეც და იქნება მოწინააღმდეგეც, ხო ყოველთვის არის, მაგრამ როდესაც ამაზე მოხდა პროვოცირება, ჩვენ ნახეთ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მოხდა პროვოცირება. აი ეს განცხადება, რომ ჩვენ არ მივდივართ ევროკავშირში, ამან გამოიწვია ეს პროტესტი, თორე ოპოზიციის შედეგების გამო პროტესტი არ დაწყებულა.